დღეს ვიწყებთ სახლის კინოთეატრის დაგეგმარებას, სწორედ ამისთვის ჩვენთან იმყოფება კომპანია Smile-ის პროდუქტების მენეჯერი ირაკლი. ძალიან კარგია, რომ ამ დროს მოგვიწია დაწყება, იმიტომ რომ რემონტის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან კარგია, როდესაც წინასწარ მოხდება დაქცევა, თორე შემდეგ უკვე სერიოზული პრობლემები იქნება, როცა დამთავრებულია რემონტი და გჭირდებათ კინოთეატრის დადგმა. პირველ რიგში გავარკვევთ, სად დგება ტელევიზორი. ტელევიზორი დგება აი აქ. დაახლოებით 1 მეტრი არის დაშორებული კედლიდან. ანუ დაახლოებით გვექნება 4-5 მეტრამდე მანძილი, საყურებელი. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით იქნება 40-დან 48 ინჩამდე საჭირო ზომა ტელევიზორის, თუმცა რახან კინოთეატრს ვაყენებთ, 48 ინჩიანი იქნება იდეალური ალბათ, რახან ზომაც იყოს დიდი და არ იყოს დამღლელი. ტელევიზორის ზომა რახან შევარჩიეთ უკვე, ახლა გვჭირდება დინამიკები, ანუ დინამიკები წინ სავარაუდოდ დადგება, ანუ მაღალი დინამიკები დასადგამ. ხოლო უკან ჩემი აზრით გავაკეთოთ ჩასაშენებელი ჭერში დინამიკები, იმიტომ რომ მოვიგებთ ადგილს, არ გვექნება ხმაში არანაირი დანაკარგი. პირველ რიგში ახლა უნდა შევარჩიოთ კაბელი. ჩემი აზრით, ანუ მანძილის მიხედვით იდეალური იქნება ჰაერი გამოცვლილი Hamas ბრენდის კვეთანახევრიანი კაბელი, რომელიც იდეალური იქნება ამ დინამიკებისთვის, რომელსაც შევარჩიოთ. შემდეგ უკვე მაღაზიაში. გონი ყველაფერი გასაგები აქვს, ახლა შეგვიძლია წავიდეთ უშუალოდ მაღაზიაში, შევარჩიოთ პროდუქტები, ტელევიზორი და დინამიკები. წავიდეთ. წავიდეთ. Hold.